არის ესეთი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თურმე ჩვენი პატრიარქი ყოფილა ცოცხალი წმინდანი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამაზე რო არ გავაკეთო კომენტარი შეიძლება. ამაზე ხო ტვინი წაიღეს. რომ კარგახანია რომ დაიწყეს რომ ეს ცოცხალი წმინდანია. რომ სოფლიოში ნომერ პირველი პატრიარქია და რომ ეს შეგვიყვანს ჩვენ გამწყინებულ საქართველოში და რომ ეს იქნება ბოლო პატრიარქი. ბორჩა, მე გვექნება მშვიდობა 61 ამბავი, ხო გაახსოვს და გავისწავლე. ამაზე ვიდეოები, როლიკები, ფილმები, დოკუმენტური ფილმები, ვის რაღაც რო ესიზმრებოდა რაღაც ხილვები ქონდა ყველგან პატრიარქიდან, ნუ მოკლედ ჩუ გადავჭამეს თავი. აი ესე გადავიდა უკვე, გამიგეთ? მაგრამ ერთი უცბად წავიდა ეს კაცი და ისიყო რომ გამეცინა მაგაზე ხალხი რა გეშვიდობა ვინ ილოცებს თქვენზე იქიდან ილოცებს აი და ნუ მოკლედ ნახოთ ახლა ამის წმინდანობის როგორ მიდიოდა ეს რეკლამა მაგრამ კიდე გეუბნები ეს არის მეათედი ნაწილი მხოლოდ რომელიც ერთ-ერთზე კარაბას ბარაბას რო ხგავს ესე იგი ამბობს რომ ჩვენ დღეს ეკლესიაში ყავს ცოცხალი წმინდანი შეიძლება უხერხულია ომის ხმა თამდაბლობას იჭეს. უხერხულია ამის ხმა თქმა, მაგრამ მინდა აუცილებლად დავამოწმო. ეს არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ჩვენი პატრიარქი დედის მხრიდან არის ბაგრატიონი. ანუ ბაგრატიონი როგორ ერეკლე მეფის შთამომავალი. და გარგჯერავთ რომ ურია არის, ხო? ეს არის ოფიციალური ვერსიები კი არ არის, ოფიციალური ინფორმაციები, რომელსაც ტელევიზიით მიდიოდა ხალხის ნაკაჭკა. გამიგეთ? ეს კაცი ეხა დეტალურად ამტკიცებდა, მოკლედ, ნუ კაი, კარგი, მაგრამ ის ნუ ტყუილია რაც არის, მაგრამ ხო გეუბნება, უნერგავს ხალხს ტვინში. და კარგად მოусმენთ ახლა. რადგან ერეკლე მეფის შთამომავალია, აშოტ კურაპალატის შთამომავალის გამოდის და რადგან აშოტ კურაპალატის შთამომავალია, დიდი დავით წინასწარმეტყველის მეფსალმუნის ეს იცით ვინ არის ეს? აი გუშინ ფიქრობდი ასეთ საიდუმლოა ეს, ხო? რომ დავით წინასწარმეტყველი არის ბაბუა ქრისტეს. რა კარგად გამოიყენეს? და ჩვენი პატრიარქის ბაბუაც არის დავით წინასწარმეტყველი. ნუ რაღაც საოცრება ხდება და აი ვერ ვიტევ ამ საიდუმლოს რაღაც. ურია რო არის, ეს უხარია. საოცრება ხდება და აი ის იმდენად გახარებული ვარ და აი ეს რაც თქვი, ეს არის რომ პატრიარქს აი ეს ურია რო არის, ხო? ქრისტესგან დავითისგან, აშოტ კურაპალატისგან და ერთი საინტერესო რამ როცა ზოგიერთი ამბობდა რომ რას ამბობს პატრიარქი გაბწყინდება საქართველოს მე-10 საუკუნეში ისე იყო მომწიფებული წმინდანებში თელ საქართველოში ეს დაიმახსოვრეს დომინირებდა რომ საქართველოს გაბწყინებული იყო და იქნება ბოლომდე აქ ეს აზრია გამოტარებული რომ ესე იგი რელიგიური იქნება საქართველოს ბოლომდე ვიდრე მეორედ მოსვლამდე და დღეს ჩვენ ხედავთ ამ წინასწარმეტყველის აღსრულებას რომ პატრიარქი ტახტზეზის ნამდვილად დავით წინასწარმეტყველის აშოტ კუროპალატის ერეკლე მეორეს შთამომავალი ჩვენი უწმინდესი ისე ტყუილს არ ამბობს ის ურია არის კი ბატონო ურია არის მაგრამ აი ეს მიმდევრობა რაც აშოტ კურაპალატიო კაცო იგი ერეკლე მეფეო იგი აი რა კახდა დაბამეს ფათაშურის თარხან მოურავი როა ისიც ზუსტად აი ამ გზას მეორეს აშოტ კურაპალატის მის ის არის დათესავი არის მოკლედი ერეკლე მეფეს დავით აღმაშენებელი რა ვიცი ადატოვა სოფლიოში საქართველოში ვიც მეფე მიყავდა და მე მიდიან ბოლოს იქამდე ყველას ურიობა უნდა კაცო გადამრეთ ეს მართალია ურია არის მაგრამ არა აი ამ ხაზით რასაც ისინი მიყვებიან იმას ბიბლიაში რა დალაგებული ამის შვილი ესე ვინ დაწერა კაცო ვინ ჩამოწერა პირველი საუკუნიდან ადამიანიდან წერა კითხვა არ იცოდა ხალხმა და ვინ ჩამოწერა ეს ედი არ გადამრიოდ ვაიმე და გეუბნებ წერა კითხვას არ იცოდა კაცო ხალხმა პირველ ყოველ ადამიანმა და ადამიანიდან ჩააწერა თურმე ჩემი мама არის ის ბაბუა ეს იმის შვილი და ესე მოდიოდა აი და დაიჯერა ხალხმა ეს ხო აი ეს არის რა აი წავედით შემდეგში კიდევ ნახოთ აბა ეხლა ეს თუ რა ტარდება ასე ვთქვათ ეკლესიებში ეს მენორა ხო ნახეთ ხო იცით კაცო ეხლა არ გადამრიოთ ხო მენორა ხო არის სუფთა ასე ვთქვათ ურიული ხო და რამდენი არის გამოჭედილი საქართველოს ეკლესიებში ხო ხო ხედავ მაგრამ ეხლა ნახოთ ის სატანური რიტუალები და სატანური სიმბოლოები თუ როგორ არის ეკლესიებში ატარებული ნახეთ აი ეს რა
აი ეს რა არის მეგობრებო? ალილუარი, კარგი რამეა ხო? კი ბატონო. აი ეს რა. ეხლა ელემენტარულად ვინმე თუ რამე ესმის ამ ბიბლიაში და ჩახედული და რაღაც ჯულის კანონი და რამემცნება თუ რაღაცა რო ესმის, ხო? ეს ამდენჯერ ვთქვი რომ მგონია მიწერია იქაც. სიმბოლოები არის ქრისტიანული სიმბოლო, არის მუსულმანური სიმბოლოები, არის სატანური სიმბოლოები. ხო ასე? კაცო, ლომი მესმის, არწივი მესმის, რომელიც არის ტრედი მესმის. ყველას თავის დატვირთვა, ხო? ამას ძირითადში საეკლესიო საპატრიარქო მებზე, სავარძლებზე გამოტვირთვენ ხოლმე და ამ უკან და სადღაც, ხო? მაგრამ ეს რაც შემიძლია არის რა ქვია კაცო? ჟირაფი და ყუ. იმიტომ ხო არა ახლა ყუზე ცალკე ვერ გავდო, მაგრამ აი ეს ოკვიტესების სიმბოლო. ხედა? ნახეთ, ხო? ხო, მაგრამ ხალხს ვინ ეკითხება რა არის? გამოდი ალილუა და მორჩა. აი ეს არის რა. სატანისტური ჯერ საერთოდ სატანის სიმბოლოს მოიცადე, კარგად წაიკითხეთ. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლო საეკლესიო ატრიბუტებში შეადგენენ ბორჯღალი, ანგელოზი, მტრედი, კრავი, არწივი და ლომი. მათ როგორც წესი გამოსახავენ ხატებზე. ეს არის კანონიკურად ნებადართული და სხვა რამის გამოსახვა ეკლესიის ინტერიერში თუ ექსტერიერში არის კანონობა და დააკვირდით ახლა რა. აი ეს რა არის? მარტო სირხა. ეს კედელზე მარტოხის თავი. გეკითხებით ახლა რა არის? პასუხი, ეხილეთ. რა უნდა გეებისა და ჰეტეროსექსუალების სიმბოლოს ეკლესიაში? დაგიბრუნოთ კიდე? აგერბათ. ახალგაზრდა მარტოხა კი გენდერული თანასწორობის სიმბოლოა. ხათ, აქ ყველაფერს თავთავისი სიმბოლოა, აქ ისე კი არა, აქ ჩვეულებრივად სატანად ჩვეულებრივად არ მოქმედებს. ის ყველა დეტალს ჭრილმანში არის ჩამძვრალი. გამიგეთ? რა უნდა აგერ ღვთისმშობელია და აგერ მარტოხის თავს რა უნდა თანაც საპატრიარქოში კაცო მე არ ვამბობ ახლა ის ვიღაცამ სახში რო დაიკიდოს და რაღაცა ხო? რა უნდა მარტოხა სად ბიბლიას წერია სადმე მარტოხა წერია რა უნდა კაცო კიდე ის რა ქვია გახლები რო ყოფილიყო კიდე მესმის კაცო უდაბნოშია კი მაინც მარტოხას რა უნდა აი ის ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი ხომ და იკითხოს არა? დასრული მარტოხა კი გეებისა და ჰეტეროსექსუალების სიმბოლოა. აგერბათ. თუ რატომ მოხდა ეს და რანაირად რატო დაკიდეს იმაში ეს ბენეფიტი. ეგრეთ წოდებული წითელი სამღვდელოების განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ მეორის სიდამონიძის დროს 1960-72 წლებში. წითელი სამღვდელოების გააქტიურებამ გამოიწვია არნახული მორალური გახსნა სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ მეორე ეწეოდა სიმონიას, ესე იგი ქრთამით ხელდასხმას. სუკი და მინისტრთა საბჭოს წმუნებული რელიგიის საქმეებში შალუტაშვილი ამტკიცებდა ეფრემ მეორის კადრებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ არა მარტო ქრთამი და პოლიტიკური მორჩილება, არამედ ჰომოსექსუალიზმიც. ჰომოსექსუალიზმის ფარული კულტი ეკლესიაში სავსებით გასაგები მოვლენაა. უღმერთო ათეისტურ მთავრობას უკიდურეს მორჩილებაში ყავს ამგვარი სასულიერო პირები. დაუმცირესი დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც კი ძალუც მათი გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა. რატომ და რისთვის? ახლა ეს გელა ვერ ვიხსენება ეს კაცი ბერია იმის დამონტაჟებული რამდენი წლის უკან. ბერია ეს კაცი. და იმად დამონტაჟეს ეს ფილმი და მოусმინეთ, აქ ყველაფერი დოკუმენტალურია. აბსოლუტურად ყველაფერი დოკუმენტალური. ისე როგორც მე ვაკეთებ დოკუმენტ, მე უდოკუმენტო და რაღაც იმის გარეშე ხაერში მოტანილი და ჭორები და იმას რო არ მაქვს კარგად ის. აბა მოусმინეთ კარგად. თქვამის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთ გახმაურებულ ფაქტს მოვიყვანთ. 1978 წლის 5 მაისს დააპატიმრეს მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი. ხსენებულ პირს მრავალი დანაშაული ედებოდა ბრალად. მათ შორის საპატრიარქოს გაძარცვა, რაშიც მას დახმარება გაუწიეს
საქართველოს საეკლესიო საქმეთა რწმუნებულმა შალუტაშვილმა, სასულიერო სემინარიის ყოფილმა ლექტორმა ილია ჭეიშვილმა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის მეუღლემ, ვიქტორია ტარისკევიჩმა და მთავრობის დაცვის უფროსმა თვალჭრელიძემ. მაგრამ როგორც იტყვიან, ჯოხი გადატყდა გაიოზ კერატიშვილის თავზე და იგი საბოლოოდ ეს დაიმახსოვრე. კერატიშვილის თავზე და იგი საბოლოოდ ილია მამათმომავ გიორგი ხარაჟურთან პოზირებს. ეს არის ნახეთ. ხო. აბა იკითხეთ ახლა რატომ იღებს ამათთან სურათ და რამდენჯერ უთხრეს ეს რომ გააძევეო ეკლესიიდან. რამდენჯერ უთხრეს. ერთი ამბავი იყო მაგაზე. ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით მრავალი წელი იხდიდა სასჯელს. საქართველოს მოამბე ნომერი 1, თბილისი 2007 წელი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა, გვერდი 24-26. რუსეთის ეკლესიის მსგავსად, საქართველოს ეკლესიაშიც იყვნენ სასულიერო იერარქები, რომლებიც წარმოადგენდნენ უშიშროების აგენტ თანამშრომლებს. სხვათა შორის დავასტოპებ ახლა. ის კერატიშვილი მაგაზე ისა ზვიად ცხონებულ ზვიად გამსახურდი ეს ჰქონდა ერთი ამბავი, ბრძოლები ჰქონდა. ესე იგი აწვებოდა ამ საპატრიარქოს რომ განთავისუფლეთ ეს კაცი და მე კიდე მამათმამალი რო იყო კიდე იქ არ მახსოვს იმ დროინდელს, მაგრამ ეს ყველა ოფიციალურად ყველაფერი დებს, აბსოლუტურად ყველაფერი დებს. და მოკლედ რამის სხვა ადამიანი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ისეთი ამბები იყო ზვიად გამსახურდიაზე მაგ. მე ეს ილია ადგა და ორ კვირაში ერთხელ თანოსებს წერდა მოსკოვში რომ ეს კაცი ასე და ასე იქცევა, გვაწუხებს და რამენად მიხედეთო. გესმით? 1987-ში კიდე ილიამ ბოდიში ზვიად გამსახურდიამ თვითონ არიღებდნენ საპატრიარქოში და უკვე ანათემას გადასცეს. კაცი გადადეს ანათემას, გესმით? და ზიარებაც აუგზალეს. ზიარება კი არა, ლოცვას აუგზალეს ეკლესიის შემოსვლა საერთოდ. და თუ არ ვშტები ვაიმე გდანის ეპარქიაში იყო ის კაცი, იმ სახელი დამავიწყდა სულ მასუდა რამდენი წელიწადია. მღვდელი იმას დააკავა ხელში ასე ვთქვათ წერილი და პატრიარქთან უნდა მიეტანა. პატრიარქთან მიეტანა მან წერილი და წააკითხა. აქ ზვიად გამსახურდია დიდი გულისწყრომით რა ქვია თხოვდა პატრიარქს რომ რამენერად გაენთავისუფლებინა ეკლესია მამათმავლებისაგან. ამ თქვენმა ილიან ესე აიყო თავდაპირა დადო და ეხლა არ გქონდეს ამაზე საუბარიო. ამ კაცს უთხრა, ამ მღვდელს, გესმით? შემდეგ რომ მოკლეს ზვიადი, მაგის შემდეგ 1-2 და 1-4 იმატა მამათმავლებმა, პედოფილებმა, კაცის მკვლელებმა, ჩათლახებმა, ბოზებმა, ნარკომანებმა, ყველანაირი მასმარა ეს მამათმავლებმა ხო საერთოდ წაგულავდნენ და აგერ 4-5 წლის უკან სადღაც ამათი ფურუნკული გაასკდა. ეხლა არ მოიტან მე ამათ ამყარალებულ ასე ვთქვათ მამხილებელს იმაზე მე ამისთვის არ დამithმია ეს დრო. გამიგეთ მე გეუბნებით უბრალოდ იმ ოფიციალურ იმას ცოტა კულტურის დონეზე რო აიმას და მოდით ახლა უსმინოთ რა. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან საბჭოთა KGB ერთი სისტემით მუშაობდა მთელს კავშირში. სამწუხაროდ საქართველოს იერარქებსაც ჯერათ, რომ ამ თანამშრომლობით მათ ეკლესია გადაარჩინეს. განსაკუთრებით გადაბირება ხდებოდა 70-იან 80-იან წლებში. უშიშროების სამსახურში კი ყველაზე მეტად მეხუთე განყოფილება გამოირჩეოდა, რომელიც ძირითადად იდეოლოგიური მიმართულებით მუშაობდა. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური პოლიცია. ამ განყოფილებას საკუთარი აგენტები თითქმის ყველგან ჰყავდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს მაინც ინტელიგენცია წარმოადგენდა. ანუ ის სფერო, სადაც ანტისაბჭოთა აზროვნების ალბათობა ყველაზე უფრო მაღალი იყო. 1992 წლის 6 იანვარს, როდესაც საქართველოს ტოვებდა, პრეზიდენტმა უშიშროების არქივის რაღაც ნაწილი მართლა წაიღო.
სწორედ აქ გაირკვა, თუ რა ტიპის არქივი გაიტანა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნიდან. ეხლა დავასტოპებ და კიდევ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომელიც ხელ ვილაპარაკე ამ თემაზე. ეს ის მომენტი არის, როდესაც ზვიადმა მართლა ჩაიგდო ხელში ეს კარტოტეკა. ანუ ილუსტრაცია, თავისთვის მაინც უნდა, ხო? მე ზვიადი რასაც გაყვიროდა ის კაგებეში, ეს კაგებეში იგივე. და ზვიადზე რო ამბობდნენ, ვერ არის კარგად აფრენ და ყველა მოლანდები და ყველა კაგებეში ყველა ისე სინამდვილეში ამბობდა. სინამდვილეში აგერ ქონდა დოკუმენტები, გამიგეთ? იქვე გამოვიდა ჩემო კარგებო, ჩვენი ურია ილიას დოკუმენტიც იმის თაობაზე, თუ ვინ არის, რომ ეს არის ასე კაგების. ხო გინახიათ ახლა ბერს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ილიას ზვიადის მთავრობაში ყავდა აგენტები. მოურბენია საქმე, რომ ზვიადმა ნახა თქვენი ესა და ეს. ისე როგორც ატომს აჭერს პრეზიდენტი ვილაკს ხელი, ისე ილიამ გადაურეკა უცებ თავის პუჩის ძმებს, ჯაბას და კიტოვანს სასწრაფოდ მიაწექი დედაუდრეთო. მაგრამ ეს 4-5 დღე თუ კანონი იყო, გამიგეთ, მაგრამ მაინც და მაინც 22-ში უნდა დაიწყოთ ეს ყველაფერი. რატომ 22-ში? ამას ბოლოში კიდე მოგახსენებთ. მოგითხარით, ყველაფერს ნახავთ მეთქი. ხო, მოკლედ, ასე რომ ისიც რომ დააჩქარებინეს და 22-ში რომ ესეც ილიას თავი იყო. ჩვენ მივიდეთ ბევრი რაღაცა გვეგონა რომ კიტოვანმა დაიწყო ეგ რუსეთის დახმარები და ასე კი რა თქმა უნდა რუსეთის დახმარები. მაგრამ მე თორთა გამალში ყველაფერი გამოჩნდება ხოლმე, ხო? ეს იყო ყველაფერი ილია ურიას თავი. არქივი იყო ტელევიზორის დიდხუთში. კომპაქტურად იყო ჩალაგებული და რაღაც 40 კილოზე ნაკლები არ იყო. ეს იყო მოქმედი, იმ დროისთვის უკვე მოქმედი აგენტურული ქსელის მოყავსფერი კარტოტეკები, უხეში კარტოტეკები და პლუს ბუღალტერია პარალელურად. ბუღალტერია ის უტყუარი დამამტკიცებული საბუთი, ვინ რამდენს იღებდა, როდის იღებდა, რისთვის იღებდა. ეს კარტოტეკა მცირე მოცულობის იყო და ის ბუნებრივია ის სმოლენსკში არ წასულა. ის თბილისში იყო. შემდგომ როდესაც გამსახურდია მოვიდა ქვეყნის სათავეში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მან დაუყენა მაშინ სახელმწიფო უშიშროების სამსახური იყო უკვე, კომიტეტი აღარ იყო, თავმჯდომარეს ბატონ ოთარ ხატიაშვილს იყო ამ კარტოტეკის ჩვენება. ის ითხოვდა მე როგორც პრეზიდენტიო ვითხოვ, რომ ეს კარტოტეკები მაჩვენეთო. მათ მოახერხეს და ეს კარტოტეკა მას მიუტა.